მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. რა კარგია რომ ვარსებობთ, რა კარგია რომ შეგვიძლია ესე იგი საუბარი. ჩვენ გადაცემებს აქვს გამოხმაურება მოკაკუნე ტიპი რომელიც რევოლუციონერი გვატრია. რომელსაც ამბობს რომ ილია გლონტი. ილია გლონტი ნომერ პირველი ძმაკაცია. არც უკვე ხო? გრიგოლ გეგელია და ილია გლონტი. და ილია გლონტმა თქვა რომ მეშინიაო კაკუნისო კარზე რაც დამჩემდაო იქიდანო პოლიცია რო შემოვიდაო და ესო როგორ პროპაგანდისტულმა მედიებმა ესე როგორ აიგორესო რა. მეგობრებო, მოდი წავიკითხოთ რა. იმედი რა თქმა უნდა აჩვენეთ რომ ეს მისია. კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებ ჩემს კომენტარს ფორმულას ინტერვიუდან, სადაც საუბრობ პოლიციის შეკის შემდეგ განცდილ ემოციურ მდგომარეობაში. ხო, აბა. თურმე აღმოჩნდა პირველი შეკის შემდეგ მეშინოდა კარზე კაკუნი. კი ეგრეა. ასეთ უჩვეულაში ძახელის ნიშანი. სახში სრულად მოვიდა რუსულ რეპრესიულ და ასე შემდეგ. მეგობრებო, მინდა კიდე ერთხელ ილიას გავნომართო. ილია, შენ თუ არ იცი მეგეტყვი. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. ჩვენ ვართ ხელისუფლების მომხრეები. და დაგიკაკუნებენ ძალიან ბევრი. არა, ეხოცე ვიტყვი და მე თვითონმა მიმართ. ჩვენ ვართ ხელისუფლების მომხრეები. ქართული ოცნების პროპაგანდისტები. რა ვიცით, როგორც გინდა ისე დაარქვი და ჩვენ არ გვინდა. რატო ვართ ქართული ოცნების მომხრეები? ზეთუნახავების პარტია კი არა და ყველაფერში მართალი კი არა. აი თქვენნაირი გნიდებისგან რომ დავიცვათ ქვეყანა და ომი რო არ იყოს აქ და უბედურება. ეხა უყურე. შენ გნიდავ. გინდა რომ ჩამოაგდო ქართული ოცნება და მოიყვანო 1000 ხარაფი. ისე რომ ხან კარზე არ დაგიკაკუნე. ხო და უყურე. ამიტომ მე ვგზნობ საფრთხეს შენგან კი არა. აი შენ რო ადმინისტრირებ რაღაცა ჯგუფებს, რაღაცებს ვაორგანიზებ, იმას ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით, ღია დაუფარავად ვართ ბრძოლის წინახავს. აი ბაჩოს აზრი მოვისმინოთ. და შესაბამისად დავასრულებ. ხო. და შესაბამისად დააქცინი, იმიტომ რომ შენ გინდა რევოლუცია, შენ გინდა ჩვენი დაჭერა, არ გინდა რევოლუცია. და ჩვენ არ გინდა და შენ რანაირი რევოლუცია უნდა მოახდინო ბიჭო, როცა აი ამის გეშინე, აი ამის. და დააქცინეთ. შეიძლება ამის არ ეშინია, რომ შენ ხა შუშაზე ქენი. შეიძლება ამას ხეზე ან კინაზე კონკრეტულია შეიძლება. კონკრეტულ ფონეტიკაში შეიძლება გადაწყვეტილი ფობია რა. აი ბაჩოს ეხა მაგარი პოინტი ყავდა. რო გამოცვალოს კარი და რკინის კარი დააყენოს, შეიძლება აღარ შეიძლება. ხეზე კაკუნის შიში აქვს. ან კაუჩუკი დაამატოს ზევიდან კარს და ეს საერთოდ ვაფშე იძინე არა მეფესავით გადაძეკი და ვაფშე პრობლემა ფაჯიდან რომ შემოუკაკუნოთ ფანჯარაზე ხო ვერ დაუმაგრებს კაუჩუკს რომელ სართულზე ცხოვრობს ეგეც საინტერესოა ეგრე არ არის შალვა შენ ისე გიყვარს ხალხის კაპუსტიაკება რა ყველა დახვეულ ანუსზე ჩვენ მოგეზებნება ხრახნიანი სხვათა შორის ილია გლონტამდე გაუშვათ აგერ ყავს ნენსი მოლანდი ბაჩოს უახლოესი მეგობარი არა ნენსი მოლანდი ნენს დაკალი არის ამის ბაჩოს უახლოესი მეგობარი როდის მე ხარ ნენსი მოლანდის სტუდენტობიდან გაუშვით თუ შეიძლება რასაც ვფიქრობ ქოცებზე რომ ეს შეიძლება არ გააკეთონ ეგ აღარ უნდა ვიფიქრო პირიქით უნდა გადავამრავლო 3-ზე და დავიჯერო რომ მაგას გააკეთებ. და რომ ყველაფერი ის რაზეც ისინი ასე დედას იხსებენ და სხვათა შორის გააჩერეთ და სხვათა შორის ძალიან პორნო ფიქრია. ხო. რასაც ფიქრობ რომ არ გააკეთებ. 3-ზე ჩემი დედა. კი. საღო. შენ საღო. არა, იმენა ტრიპლეტია რა. რისამი არის? ტრიპლეტი მოიგო მანჩესტერი იუნაიტედია 1900 ფორსამია, რისამიც არ არის. კი, 99-ის მანჩესტერი იუნაიტედი. ესე ღიარ ხალი საქართველოში თავისუფლ სიტუაციაზე. ესე ლაპარაკობდეს. ესე დაუკვირვებელი რევოლუციას მოახდეს. აი ვინ არის საშიში? ან სასწრაფოდ 3-ზე უნდა გადაუმრავლოთ. ან მოგვიხდეს რევოლუციას მეგობრებო. რა გავჩერდი რა ვთქვი კაცო? აი გავუშვით კიდე ერთხელ ნახე როგორ ამბობს. გავუშვით. არა, რა ვთქვი ისეთი, გავუშვით. რასაც ვფიქრობ ქოცებზე რომ ეს შეიძლება არ გააკეთონ, ეგ აღარ უნდა ვიფიქრო, პირიქით უნდა გადავამრავლო 3-ზე და დავიჯერო რომ მაგას გააკეთებ. ოჩა, ეს არის ფორმულა. ჩვეულებრივი ვიდეოა. ჰა? კი. პორხაბის ვიდეო როგორ? ჩვეულებრივი რა. ამოგხსენ, ალილუია მეგობრებო, ამოგხსენ მთელი ამოწა. აგერ ყოფილა ილია გლონტის გვერდითუზის კაკუნი და სამზე გამრავლე. კაი გერმანული კინოფილმია. აი არა შავა. ნახე რა ხდება ამათ უნდა ელაპარაკო მარტო ეგრე.
აბა შენ ეხა სერიოზული არგუმენტი მოუმზადო, რომ იცი რა არის საქართველოს სოფლიო ბანკის ინდიკატორებით არის მე-4 ადგილზე და რა თქვა ესი ოლანდმა პირველი ეს თავის პოლიტიკები და მეორე 3-ზე გამრავლება იცის მინიმუმ რატო 2-ს გამრავლა 1-ს გამრავლა კი ბატონო შენ ასე ჩუმად რო ხარ და წესიერი კაცი თავი ან მე მაინტერესებს 3-ზე გაყოფილი რა რეალობა ჯდება 3-ზე გაყოფილი ამრავლო ხო მაგრამ ეს ხო ამრავლებს 3-ზე ანუ რასაც მოქმედებენ ის არის რომ 3-ზე გამრავლება რაც შეიძლება წარმოიდგინო ანუ უყურე მაგალითად არის გაბრაზებული და შემოდის ხოცი სანტექნიკოსი და წარმოიდგინა ეს და უცებ გადაამრავლა 3-ზე და ბრიგადა შემოდის სანტექნიკოსი და უცბად ხდება ნენსი მედდა ნენსი ან დიასახლისი ხო ან დიასახლისი რაღაცა მაგრამ ილოღლონზე იცი რა მაინტერესებს ბაჭო აი ილია ღლონტი რომ 3-ზე გაამრავლო რას მიიღებ კაკუნა აუ არ მიდავთ გუბაზს აუ გუბას ვერ მე 2-ზე გამრავლებულზე მიიღებ ვაფშე ეფემიზმია რაღაცა არა ამან ეს პრიმიტიულა არა ეს პრიმიტიულად ეგრევე იმაზე მოდი ილია ღლონტი გავუშვათ ილია ღლონტი კიდე გვაქვს კიდე გავუშვით ის რეჟიმი არ არის უბრალოდ ეს არის უბრალოდ რაღაცა ტერმინოლოგია ან რაღაც პოლიტიკური დავა ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ხმის ამოღების უფლება და მე დარწმუნებული ვარ რომ თუ ეს ესე გაგრძელდება და თუ ამაზე მთელი საზოგადოება არ ამოიღებს ხმას აუცილებლად უკვე მათ პრობლემებზე ვინც დღეს ხმას არ ამოიღებს ხმის ამოღები აღარ დარჩება აი არა ამაში ხო ეთან პოეტური იყო ეს ხო მე პოეტური ციტატის გარეშე თქვენ გემიჯნებით რა და ილიას ხარეს ვარ ამ ეს რისი პერიფრაზია იცი მე არ ამოვიღე ხმა როდესაც მოვიდნენ რომ მე არ ვიყავი მე აღარავინ აღარ ხო მე ეგ პოეტური ნაკვესი 3-ზე გაყო და ისე მოყვა იმან გაამრავლე ნანუკა ჯორჯოლიანი გავუშვით ბიჭო დაკავების მოლოდინიც გავს თუ არა რა კი ამალაფშისთვის ხარ მზად ხარ თუ არა მზად ამისთვისაც იცით რა არის მოდი სიმართლე ესე ვთქვა რა რას ნიშნავს ამისთვის მზად ყოფ რა ვიცი წინასწარ ხო ხდები ველოდები თუ არა ველოდები კი პირველ დღიდან მე ვთქვი ეს და რაღაცნაირად ძალიან ისე აღიქვას რომ კარგი რა და სხვათა შორის ძალიან ისე მიყურებდნენ როდესაც ვამბობდი რომ ჩხრეკაზე შემოვლენ იმიტომ შემოვლენ ანუ რატო გგონია რომ ქართული ოცნება რამეს არ იკადრებს ან ვაიმე აი არა ეხლა სიგიჟეა რა ერთი წამი გეხვეწებით გააჩერეთ ბიჭო ნანუკა ჯორჯოლიანი ყავს ჩვენ გადაცემაში ისე რომ ყოველთვის დავცინით არასოდეს ჩვენ სერიოზულად არ მიგვიღია ესეთი რაღაცა კადრება ხალხის არაფრით არ შეიძლება ნანუკა ჯორჯოლიანი ამბობს რომ ქართული ოცნება რამეს არ იკადრებსო ქალი რომელმაც ყველაფერი იკადრა და იმ დღეს სხვათა შორის ბაჩო ის პოდკასტი რო არის რა ქვია შალვა ჩვენ პოსტების სანამ გავაკეთებდით ესე იგი ტელევიზიად მანამდე როცა იყო ინტერნეტ გადაცემა მაშინ იყო თბილისი ტესტ დრაივი ესეთი მანქანების გადაცემა კი ეხა ყავდა პოდკასტში მიწვეული კოდუას შვილი კი ბატონო ტიპი ჩვეულებრივად ზის და ბლატაობს მანქანებით როგორ დადიოდა ოღონდ ვაფშე სენსი არ აქვს იმის ის კოდუაშვილი დასიგნალებებზე რო დასდებდნენ ხალხს ხო იცი და როცა ვიცი კაცო ვიცი დასიგნალებაზე მოყვებოდნენ და გცემდნენ და გაქრას გართო და ეს ზის პოდკასტში და ვითომ არაფერი იტალიაში როგორ იდრიფტავა და რაღაცეებს ყვება და აქეთ ნანუკა ჯორჯოლიანი რომლებმაც ყველა გადმოსვეს მანქანიდან ანუ ესეთი ბიჭო მე ვერ მოსიარულები გახადეს ფეხი ანუ ტიპი ზის და ქართული ოცნება რას ვერ რატო გონიაო შენ ტუტუცო შენ მართლა როგორ შეიძლება ეს გისმენთ და გეხუმრებით რაღაცას ის ხო არ არის ეგრე ხო არის და მიუხედავად იმისა რომ აცვია კომდე გარსონის მაისური ჯუნია ვატანაბე კომდე გარსონი არცვია ჯუნია ვატანაბე კი ბატონო რაც აცვია ხო მე ვადაშორი ვთქვი რომ ну რაც კი აღარ გვიდა მაგაზე კაი ნანკა კალკო ეს უზრდელი ხალი ეს მართლა ეს ტუტუცი ეს რაღაცა მიუღია ეს გუში რო ლაპარაკობდი ეს ოზემპიკი ყოფილა როსვავ და გაშტერებს და გახტუნებს და გაშტერებს ერთად არ შეიძლება წავლის პირდაპირ ეთერში თქმა მაგრამ ნანუკა თუ შეიძლება გავუშვათ და ნანკა გავუშვათ ის რა ქვია
აბსოლუტურად ყველას დამცინოდნენ ხოლმე ჩვენ ერთ ბედქვეშ ვართ ვიძახი და ჩვენ ყველას ან მართლა ესეა ან დღეს ხო გამოჩნდა რომ ნებისმიერი იქნება ეს რუსთავის მაცხოვრებელი ჩვეულებრივი ადამიანი გლეხი ნანკა მსახიობი მეპურე ეგეთი მნიშვნელობა არ აქვს კანონის წინაშე არის ყველა ერთი და იქ არ არის გაწერილი რომ ოპოზიციურად განწყობილს შეეხება და აი ხა უკვე ნათელი მაგალითები ამის ძალიან სრულიად უსამართლო კანონების წინაშე ასაშინელი მახჭობელა კანონებისა და აი ეს ბარემ გუჩი დაიწერა სამართლის მიღმა არის გასი მაგრამ რაღაც იმედი ხო რომ მათ არ შეეხებოდა ხო რა ვიცი აი ესეთი უბედურება ხა ნაცვლად ხედავენ აბსოლუტურად ყველას ეხება რატო ეხა რა გინდა ლაკოს დაფორმაცია აი ეხა ანუ ნანუკა არის იმდენად სახალხო აქტორი რომ ის ხრეკა ანუ ყოვლად დასაბუთებული ხრეკა რატომაც იშხრიკება და ყოველგვარი ექსცესის და ყოველგვარი გადაცდომის გარეშე გამჭვირვალე ხრეკა ყოფილა რომ აი არავინ აღარ არის დაცული და მეპურე და ნანკა რატო უნდა გაიჭხრიკოს ანუ რო ანუ არავინ მეპურე სადაც ეგრე მივლენ რა იგიდით უნდა გაიჭხრიკო თუ ის მეპურე თუ მეპურეს აღმოაჩნდება ზედმეტ რაღაცა ზედმეტად დაუდეკლარირებელი უცხოური ფული აი უცებ გავიგეთ შოტში ჩააკრო და გამოვიდა როლექსი გაიგეთ კი მაშინ შეიძლება ჩადარდეს ჭხრეკა მაგრამ ბოდიში ხან ანუკას რო ვიცით რომ დადასტურებულად დღეში 200,000 ქონდა თავისი აღიარება ანუკას თუ მიაკითხეს რა დაცული ხარ რომ მეპურეს არ მიაკითხავ ხო იმიტომ რომ ეგეც სახალხოა ნანუკა და ნანუკა რომ მეპურად გადაკეთდეს ეგეც შეიძლება შორის ეგეც არის თავგზის ნანუკა თავგზის დახვევის მიზნი თავგზის არევის ხალხო რომელიც ჩვენ კიდე შეგახსენებთ ნანუკა რომელიც $200,000 ლობიანებს ყიდულობდა ან ნახე მილიარდი დოლარის რაჭის ლობიანების 10 ამოწურა მექსიკიდან ჩამოიტანა ლობიო გააკეთა ყველა ლობიანი დაარიგა ამასთან ერთად დაარიგა პიროტექნიკა დაარიგა ეს ინვენტარები გემი ჩამოიტანა ლობიანი ო დიდი დუხოკა იყო გემში და თან ხებოდა ყველაზე გავუშვათ მეგობრებო კახა გოგიძე რომელიც არის მაგარი კაცი კაი მსახიობი ალპაჩინო ანტირუსი წავიდა კვლელი ახლა უნდათ ამათ ესეთი ძლიერი კონკურენტები როგორიც არის ყველა ვინც დედამ დაწყევლა მოდი ესე ვიტყვი ერთი ქალი ერთი გოგო ნანუკა რომელიც აი ნანუკა სად არის ხალხი იძახის აი ამიტომ ზუსტად ამიტომ რომ მოაშორონ ლიდერები მოაშორონ ისეთი ადამიანები ვისაც ხალხს მისი იმედი არა დეგენერატია ბიჭო არა ეს უფრო კარგად ხიპურად იცვავდა ბევრია ჩონჩხლილი სხვათა შორის მე ცოტა შორიდან მოული მე მგონია რომ საქართველოშიც იგრძნობა გარკვეული ტიპის ამერიკული ტენდენციები 80-იანი წლებიდან ანტიფსიქიატრია გახდა სერიოზული საკითხი ამერიკაში. იცი ეგ შალვა? კი. და ანტიფსიქიატრიის ტალღამ ჩამოაღწია აკაც. კი ბატონო. ესე იგი შენ როცა გაგდასალევი წამალი არსვავ და პირიქით ამბობ რომ იგებსაც გვაქვს უფლებები კი გად ტაბლიაშვილი კიზის ეს კიზის აგერ კიდე ერთი კი ბიგა გვარამია გავუშვა გვარამია თვითონ თქვა რომ გამოვტოვე კურსიო და გვარამია თვითონ ხო თქვა რომ მაშინო წამლების ზემოქმედი დედა რომ არა სალომესო იმიტომ ვაგინებდიო რომ რაღაცები ჩაყლაპული მქონდაო რაღაცები აბა გავუშვა გამოსავალი არის ერთადერთი ვიმოქმედოთ ისე როგორც მოქმედებს ამერიკაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში გინდა როგორც მოქმედებდა დღეს ამ ვითარების განმავლობაში ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი ჩვენ თუ გინდა რომ სამშობლო გადავარჩინოთ ყველაფერზე წამსვლელს უნდა უყუროთ ყველაფერზე წასვლით პირდაპირ გეუბნებით ყველაფერზე წასული არ არის ეს მეტი რა დარჩა მეტი სადღა უნდა წავიდე შენ უიცია მეტერსი ესეთი რომ ლაპარაკენ რას გულისხმობ ყველაფერი აი რაც შეიძლება ადამიანს ვაფშე რასაც ვიპირებ კაცისთვის ყველაფერი სადომ სახელ მაზოხის და მარკის დესადის ყველა ფანტაზია ასრულებულია ვაფშე თავით ჩემია და ტანით ჩემიაო ეს არის და ნახე
დედა მომიკვდეს ეგ იძახდა თავით ჩემია ტანით ჩემიო გამოაქვეყნეთ რაც კიდაო და ტიპი მართლა ყველაფერზეა ხო და ის რა კომპოტს როსვავდა და სისხლიაო უხლებს დაგიხვიტავთო ეგ არის ხო არანჟევი ტრუსიკი ტანგა ხო ეცო ძმაო ყველაფერზეა გული ხო დაუვიდა გული ხო წაიქცია თავი და აი ზბობას გაფიცებ ეგ მითხარით დაუვიდა არა ბიჭო მართლა შეიძლება რომ ადამიანი დაისტრესო და ის მაგრამ კაცმა ხო თავი მე ასე ვარ გაზრდილი აი კაცი მე ვიცი რომ არ უნდა წაიქცეს მაგან წაიფორთხილა ესე იგი პოლიცია რომ გიჭერს რატო უნდა გადაწყვიტო რომ მე თუ ეხა გულს ავიყვან სადღაც მაგარი თეორია იქნება ეგ ხო კარგად გამოჩნდა რომ მიაპწიალებ ხო ის ტანგარო ეცა ტანგარო არანჟევე ბორე რაფერი ის არანჟევია ორანჟი ხო ნარინჯისფერი ელექტრიკი ხო ელექტრიკი ოღონდ ხო და ყველაფერზეა ტიპი არანჟევი ტანგით დადის შეხვდები რომ ყველაფერზეა წასული გამთრეშეთო ბაჩო არ არის ბაჩოს დაგრუზული კარჯი არ გვეთანხმება ბაჩო პირველი გამთრეშავით თან მაგრამ ჩვენს გავთრეს არა მაშინ ბაჩო შემოგთავაზე აი ამ გარეწარს ადამიანს რომელიც რეალურად მართლა ყველაფერზეა წასული ამ ზღვარს გადასული ირონიის გარეშე სხვა რითი უნდა უპასუხო ამ ზნედაცემულ ყოლად გათახსირებ შემიგჯერა აი როგორ უნდა უპასუხო ეს გათახსირებული პიროვნება იმიტომ რომ შეიძლება ბაჩოს ისეთი მიმიკა ქონდა რომ მე მეთქი ჩვენ ხო არ ვწდებით ხო შეიძლება ძალიან კარგი პიროვნება აი ვთქვათ მოусმინოთ ბაჩოს ბაჩო გითხარი რამე ნიკა გვარამიას ეხლა და მის ნარინჯის თანგაზე ერთი წამი შენი აზრით ეცვა ის არ გადავიტანო თქვენი ის სხვა რელსებზე არა შენი აზრით ტანგა ეცვა არა სადღაც ეცვა ჩემი აზრით რა რაც საქართველო იმას ტანგა არ უნდა ხავს ნახა ნარინჯისფერი მაგრამ ტანგა იყო თუ არა არ უნდა ხავს ყველაფერზე საფსრელი უნდა გავხდეო და რაზე არ არის წასული რა დარჩა ტიპი არ დარჩა არა პროსტა მაინტერესებს გვარამიას რა დარჩა შეიძლება ბაბჯი ორსულობას ითამაშებს ხო აი გარე ორსულობა ტიპი ყველაფერზე წავიდა აი რაც შეიძლება მართლა ფანტაზია სავსეს ზალმან კინგიო მეგობარს გოგო იცი რა ძალიან მაწყენინეს არისო ეგრე კი სულ გარე ორსულობა თამაში ყველაფერს ითამაშა და ეს გეუბნება რომ ეგო რა არის აი ნანუკა ჯორჯოლიანი და ნიკა გვარა წაიყვანე აკადემიური დისკურსისკენ როგორ გინდა აკადემიურზე ბიჭო როგორ პანოპტიკუმისკენ გამეტიშა გონებას მაო ბიჭო კაი მოდი რა თქვენ აგიწყოთ კაროჩე ნიკა გვარა მიდადო კვერცხი და შეხედა და მოეწონა რა არა და მოიცა ამდენი ხანი მოდი ამას გავზრდიო ერთი წამი ამდენი ხანი ჩვენ ხაბე გამოვიდა და ტიპი გვისმენს შავი ეგრე შეიქმნა ხაბე როგორც ნაცპოლიტიკოს ხანი და ჩვენზე უარესი თქვა რომ კვერცხი იაშერიც არის ბიჭო მე ვემიჯნები ხალხო მე სხვათა შორის ვემიჯნები იმ განცხადებას რომ ნიკა გვარამიამ დადო კვერცხი ანუ ხაბე შენაობ რომ ნიკა გვარამის დადებული კვერცხი არა ეგ არ ვიცი რაზე მელაპარაკე კვერცხს არ დებს და ეგ არის ჰომოფობიური დისკურსის მატარებელი სხვათა შორის შენ არ იცი კვერცხს დებს თუ არა რასაკეთებს როცა მარტოა ეგ შენ მაგდონეზია არ იცი ყველაფერზე ვარ წასვლელიო და ეს გადარჩა შეიძლება კვერცხს დე შეიძლება დე რატო დებს ხათამია არა აი მამალია აი შენ ძალიან ციგნებში მიდიხარ შემდეგ გადაცემაში ჩვენ ამას შორის მე მახსოვს ის რა ქვია რა გახსოვს ბავშვობაში ბიჭო ცოტა ინტელექტუალურ საუბარზე გადავიდეთ რა აგერ არის ჩემი ფავორიტი მოაზროვნე ტაიონა ბაღდავაძე და გავუშვათ რა მე მახსოვს რომ ბავშვობაში მიწევდა რაღაცა დავაშავე ეთქმა ციხეში ვიჯექი რა ბავშვობაში საბავშვო ციხეში იჯექი არა მიწევდა რა ციხეს და შეხება ხო და მახსოვს ეგეთი ის იყო კაიგაც ვალოდია ხო ბევრი დატო ქონდა და ისინი და ხო
ისეთი სოციოკულტურის წარმოება კი უნდა გამოგერწია. ხო და მე ეს ვალოდია მომწონდა, იმიტომ რომ ბევრი ტატუ ქონდა და რაღაცები და მეთქი ხელი მომაკიდებინე თქო და მე მამაჩემმა პრაგონი გაატარა რომ არ შეიძლება იმაზე ხელის მოკიდებაო და გადამავალ. მამა შენი ჰომოფობი იყო ალბათ. უფრო კი არა და მოკლედ მე მახსოვს იქ ისევე იყო მამალი ერთი. ხო, ის სხვა არის. ის სხვა არის. ხო, ეხლა დავადგინოთ ჩვენ ვინ არის გარა. ვინ არის, იმიტომ რომ ბაჩო ესე ეთერში ყვება რომ კვერცხს და მე არ მჯერა. ჩვენ უნდა ვკითხოთ ციხის კუტკავიკებს. დროიჯდა, დებდა თუ არა კვერცხს, ეგ ერთი, მეორე. მაგის კუტკავიკებს რა უთხარი? გაუშვათ თეონა ბაგდავაძე. ტაიონა. სხვა შორის სანამ გაუშვათ. ერთამი გავიშოთ. სტოპ. ტაიონას იცი ვინ და ვინ შეეშალა ერთმანეთში? ისა ხატვარი და მწერალი მე მგონი. აუ და ბორხესი და ბოსხი. ბორხეს და ბოსხი, ხო, ხო გითხარ? აი, შეგეშლება ეგეთი რამე. ნუ, გადაიღალა იმ დროს რა. საქართველოსზე ბევრს ფიქრობდა და გადაიღალა. ნოვიაფონი და საქსაფონი. ნოვიაფონი და საქსაფონი. გაუშვით შენ. ჩვენ გადავდივართ ახალი მონური მორჩილების რელსებზე, რაც არის დიქტატურის მათ უნდათ რომ გადაგვიყვანონ ამოიცნეს, მათ უნდათ რომ გადაგვიყვანონ ამაზე. იმიტომ რომ იმ დღესაც ეს არის 27 წელი და ვიღაცები გამომივარდნენ და რას ადარებ 27 წლის ვთქვათ მოვლენებს, არა და ზუსტად ერთი და იგივეა. კი, გავაცერო არა, ცოტა ხანი სტალინი წამოაყენე რა. ბაბუა ჩემის ოცნება აასრულე რა. არა, შალვა. სტალინი წამოაყენე ამათან მივიდა. შალვა, ერთი წუთი. აზ ხარ ამათან სტალინი მიდის. ამათ აქციაზე რომ მიდის იოსებ ბესარიონის ძე. სხვა რამე. სტალინი. ჩვენ ძალიან უკან დაგწია და ძალიან თამასა ჩამოგვიგდეს ამათმა. იმიტომ რომ ოპოზიცია როცა ისე როცა ბიჭო გოგოს ბორხესი და ბოსხი და შექსპირი და შპენგლერი და აბა შპენგლერზე გადადი. არა, ხო შპენგლერი აბა რაღაცა აია სოფია და აია და AI და ყველაფერი რო ერევა ბიჭო ბორხესი და ბოსხი რო გერევა ძმაო არ არის ის რომ ორივე იცი და მაგიტო აგერია შანსი არ არის რომ ეგ აგერიოს არც ერთი არ იცი არც ერთი არ იცი და ორივეზე და ეს ზის და 37 წელს ან 37 წელი როგორც ბორხესი და ბოსხი იცი ისე იცი 37 წელი 37 წელი როგორ უნდა ვინა ან თქვენ არ ფიქრობთ რომ ეს ისეთი სოციოკულტურული ფიგურა არის როგორც იყო მაგალითად პეტრე ოცხელი 27 წელს არა მას მისადმე აღქმა ეგეთი არ არის სხვა შორის პეტრე ოცხელი და ტაიონა არიან ერთი რაში შემოქმედებაში. არა, აიონა იძახის, რომ გადაგვიყვანეს დიქტატურის რელსებზე. სხვათა შორის ეს რელსები ძალიან მნიშვნელოვანია რა. და დადის ეს რელსი. დადის საკმოძრა. ან რელსზე თუ გაიწინდა უკან ხანარი ხანარარი. არ შეიძლება ის. ჩუკუჩუ. ის მართლა ის. მაგინა კაცო, არაფერი სახუმარო გადასახადი. არანაირი ეფემიზმი არ მithქვამს. დადის წინ. არა, მე სხვა არაფერს. ჩუკუჩუკუ ხმას უშვებს? მაგრამ ბიჭო, მე ილოღლოს რომ შეეშინდება ჩუკუჩუკუზეც. მეგობრები ხართ ის? ხო. ადამიანს რომელსაც ბორხესი და ბოსხი ბოში და ბოსხი და ბოში და ბოშა ეშლება. მოდი, აი პატა ბუჭულაძე და всё, მეგობრებო. აი გვეტყვის სიმართლეს. ამდენი ხანი ხო დავდიოდი წვიათში. ბოლო პატა ბუჭულაძე, ბოხი პატა, რუსული ბანი გვეტყვის სიმართლეს. გაუშვით თუ შეიძლება. ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ. ვაფშე ეს გავტიშოთ. ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რა. აი ეხა რო გაუშვებ უკეთეს გაიგე? არა, საკმარისი არ იყოს, ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ. ეხლა ნახეთ რა მაგარს ამბობს, თავიდან გაუშვით. ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ, უნდა ჩამოვყალიბოთ გუნდი, ყველამ უნდა გამოყოს თავისი ადამიანი, რომ ეს უფრო მოძრავი იყოს, რომ არ კონდეს თქვათ 30-40 კაცის შეკრების პრობლემა, უნდა იყოს 7-8 აი ჯგუფში, რომელიც განკარგავს ამას და მერე დაიწყება სიარული ხალხში, მერე აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონულად არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ მაგის არც სახსრები ტელეფონის საშუალებით როგორც ტელეფონის რომელსაც ძალიან გაეცინათ ზოგიერთ 80 წარმომადგენელს და დიახ ბატონებო, ტელეფონით იქნება, ტელეფონით. და ინსტაგრამის სტორიში რო გააკეთო პროსტა პოლი. ეხა სიგიჟე. თუ ჩვენ ყველანი შევიკრიბებით, ჩვენთან თითოეულმა უნდა გამოვყოთ ადამიანი. თუ ყველა ვიგივე. არა, და როგორ ის ადამიანი საიდან უნდა ავიღოთ? როგორი ადამიანი უნდა გამოყო? ჩვენი წარმომადგენელი. არა, სხვა რამე თქვა.
რომ მოძრავი იყოს. ხო, მოძრავი არის ადამიანი არა, ხის ადამიანი არა. არც მარიონეტი რომ ათარავს. ხო, ადამიანი მოძრავი ადამიანი. შეიძლება შარი და რატო უნდა იყოს? შეიძლება მორბლებზე ადამიანია საუბარი. რატო უნდა იყოს მოძრავი? რომ იმან რაღაცები მოქმედებები ხო და უყურე მეგობრებო, დიდი ბოდიში. თუ ჩვენ ყველანი შევიგრიბებით და პლუს თითოეული ჩვენდაგანი, ანუ ყველა ადამიანის სიმრავლის უნდა დავუყოთ კიდევ ყველა ადამიანის სიმრავლე. ეს სიმრავლის აქსიომა ალამბადიუს აქვს ეს თეორია. აი ეს უნდა და ეთქვა დიად პატა რუსულბას. იმიტომ რომ ეს და ალამბადიო ხო იცი? კი და შენ რო ყავს ადამიანები იზედი არ არის მოძრავი გამოყავი. ვერ გამოყოფ ვერაფერს მე ამ ეტაპზე. და თან ამბობს რომ 250 კაცი 200 რომ მიუყვანო. ერთი წუთი ეგეც გასაანალიზებელი 200 რომ მიუყვანო ეს პრობლემა იქნება 300-საც ვერ მიუყვანო. მე დარწმუნებული ვარ ეს ტელეფონს ვერ ჩართავს. ეს ტელეფონი რომ გაეთიშოს ვერ ჩართავს. ეს არის Windows-ი. ოღონდ რომელიცი? ძველი. XP რაღაც 95. რატო შნურიან ტელეფონით ვერ დარეკავს? შნურიან ტელეფონი. ტიპი იძახა. Smartphone-ზეა საუბარი. ფარული ჩანაწერი არსებობს, ტიპი ურეკავს და Facebook-ზე რაღაცა ხდება თქვენთან და არა ვარო აქო. ჩამოვალ და ვნახავო. ანუ ხონია რომ სახში რო აქ სახში იქ არის Facebook-ი. ოღონდ როგორ არის? იქ არის. არა, სახშიც ისე აქვს რომ ლეპტოპს რო ხსნის ეგრევე Facebook-ია თორე აი დააჭირე თქვა ლოგაუთი ხო ბავშვი თუ გამოვიდა Facebook-იდან რო გაგვის ვეღარ შევა და დაეძა და სახლიდანაც ვეღარ შევა და დაიკარდება ბავშვი გუსახელობ შეიძლება პლატფორმა იმაზე გაიჩიტოს თვითონ გაქრება კი თვითონ გაქრება შეიძლება გაიჩიტოს იმაში რა ქვია ბაჭო იმაში რო ტრონში რო არის ფილმი კოსმოსში რო იკარგები პორტალში არა ტრონში გაიჩილა ტრონში რო არის მიღმური სამყარო დაზო თათუნაშვილი ყავს გაუშვით დაზო და ბუკია ვიღაფაგარი ხო დათო თაზუნაშვილი არა ბუკია გაუშვით თათუნაშვილი თაში მეტრიალებდა სანამ თქვენ ეთერში შემოვიდოდით ძაღლი რატო უყებს ხოლმე მანქანებს რომლებიც ქუჩაში ჩაულიან ახლოს ფილოსოფოსები არიან რატო მანქანი შეიშინდება და შემდეგ აგრესიით ცდილობს რომ ის მოიშოროს აი ამ მდგომარეობაში არის ძაღლის მდგომარეობაშია ქართულში რომელიც მანქანას მიზღდებს ძაღლი არ ხარ შეხარ ხუნელა მანქანაში არიან ჩვენ ძაღლზე ყველაზე კაი გამონათქვამი რომელია ჯოკერი რო ამბობს გახსოვს რატო უღებსო ძაღლიო მანქანასო იმიტომ რომ თვითონაც არ იცისო და მეც ეგრე მინდა სამყარო დავანგრიო და მეც ეგრე მიუყვებიო ამან არ ძაღლზე იცის მეტაფორა ძაღლი ანახი არა თვითონ ძაღლია თვითონ ძაღლი კეთილშობილია თხუნელას რას ვერჩით არა გահავს მაშინ იცინო ჯუიმოვაჩკაში არის ეგეთ რუსული ზღაპარი ბოროტი თხუნელა მაშინ შკუნელა ბოროტი თხუნელა ცუდი კარგი კი არა წვანე თხუნელა ხო თხუნელა ხო ყავისფერია ალბინოსი ხული თეთრი ყავისფერია თხუნელა მეგონ დაზო თათუნაშვილი რო არის უკვე ეგ უფრო დამაკნინებელია ვიდრე თხუნელა დათო ისე მართლა რომელია თაზო დათუნაშვილი თუ ვერასოს ვერ მოხსოვს ამიტომ არის იდეალური დაზო თათუნაშვილი ქეთიდევდარიანი უნდა გაუშვა ქეთიდევდარიანი ადამიანს რომელსაც თავისი თავი არ უყვარს ის ვერ შეიყვარებს ლაშა ბუღაძეს აბარა ბატონო ერთამი გავაჩეროთ მეტი რაღა გინდა რა თქვა ლაშა ბუღაძის სახე დაინახე სახე ერთამ მე მიყვარს ჩემი თავი მართლა მიყვარს არ გაყვარს არა ერთი წამი ხარა პონტია ესე მართლა მიყვარს და არ მიყვარს ლაშა ბუღაძე და ეხა თეორია და ეხა ეს თეორია ეს თუ მიყვარს არა მე მიყვარს ჩემი თავი და არ მიყვარს ეს და ჩამოინგრა ეს თეორია ჩამოგენგრა ყველაფერი რა კარგად იყავ ეს ზეგ გამოიარა ფაქტით მეგობრებო ნახავდი რა მე მგონი თეორია შენ წაიშალე ეგზისტენციიდან მაგრამ ქეთის თეორია რჩება ის მყარ თეორია ქეთი ვინა ვისაც მოусმინე წერა რომელია კი ბუღაძის პასუხიც გაია ძმაო ბუღაძის გაუშვა და შენ აგერ შენზე წერე გამომძავლელი შავარამიშვილო რატო არ უნდა გავუშვა აუა მე გამომძავლელი ხარ კიდე კაი მეხთამეს არ მეძახ იმიტომ რომ გამომძავლელი ეგ დიდი პლუსია მეხთამეს რო არის ციცლის წინ მე დავწერე მოთხრობა პირველი რუსი რომელიც სწორედაც არის რუსეთზე და
კიდე რაღაც რომანს ახსენებს რაღაცა ესეც როგორ შესუსი და ეს პროპაგანდისტები რომ ერთიგივე თემები თვითონ რა რომანსაც ახსენებენ იგივე თუ და ეს პროპაგანდისტულ ტელეარხზე ამ პოსტებიზე ხო აბა მოძალადე კაცის და გამომძალველის შარვარამიშვილი თვითონ კრიმინალის 20 წელზე მეტია გადუახა პირველი რუსი დავწერეს და 25 წელი გავიდა ეს სხვადასხვის ერთად გააჩერეთ სხვადასხვის ისე მართლა რაც არ უნდა იყოს ეს გოგო აი ეს რიჟა გოგო ეს არის ამან ყველაფერი იცი არა მართლა უბრალოდ რო სამყაროდის დამყარება იცი სხვა გიადვალთან ერთად მუშაობდა დიდი აფეთქების სამყაროს დისკრეტულობის შესახებ შეიძლება გულაპარაკოს ხო და იმის იქით მე სხვათა შორის დიდი ის აქ დაწერილი აკადემიური არა წერილი ანალიტიკურ სკოლას დაარტყა რა ჩვენო კონტინენტური ისინი მართო და ძალიან მაგრად იცის ყველაფერი ვერთმა გაუმარჯოს მაგრამ მე კრიმინალი გამოვიდა მართლა იცის ხო მეგობრებო მე ვარ მამამ კრიმინალ თუ რა მამამ კრიმინალ კარგად ბრძანდებოდეს მეგობრებო დღეს ძალიან მიხალისეთ და ნეტას უესეთ დღეები გქონდეს იმიტომ რომ უკვე აზრი არ აქვს არაფერს რა ერთ მათე ბიჭი გვინდა მეორე მათე ბიჭი გვინდა კი კარგად